მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ რევმატოლოგიურ დაავადებებზე და ფილტვისინთეზისულ დაავადებაზე. მოგეხსენებათ, აუტოიმუნური დაავადებების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება ფილტვისინთეზისული დაავადება. და თვითონ იმ პაციენტებს, ვისაც ფილტვისინთეზისული დაავადება აქვს დადასტურებული, იქიდან 20%-ს აქვს აუტოიმუნური რევმატოლოგიური დაავადება. ამიტომ, რადგანაც ეს ორი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის შეკრული, გადავწყვიტეთ, რომ ცალკე გვესაუბრა კონკრეტულ აუტოიმუნურ დაავადებებზე. დაახლოებით მინდა რომ წარმოდგენა გქონდეს ამ დაავადებებზე, როგორც ცალკე აღებულზე და ამის გამო ამაში ჩვენ დაგვეხმარება ლალი ესებუა, რევმატოლოგი, რომელიც მოგვიყვება კონკრეტულ პათოლოგიებზე, გავიხსენებთ ამ დაავადების ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკურ სურათს და შემდგომ ვისაუბრებთ თუ რომელ დაავადებას, რა ტიპის ფილტვის დაზიანება ახასიათებს. ძირითადად ძალიან პრინციპული არის რევმატოლოგიური დაავადებების დროს ფილტვის სკრინინგი როგორ უნდა მოხდეს, რამე კონკრეტული სქემა არ აქვს, ასე არ არის, რომ რაღაცა ყველა რევმატოლოგიურ დაავადებას რაღაც სიხშირით ფილტვის კატე უნდა ჩაუტარდეს. თუმცა ის ვიცით, რომ მაგალითად აუცილებელი ძალიან მნიშვნელოვანია სპირომეტრია და ძალიან მნიშვნელოვანი არის DLCO, რომელსაც გაცილებით უფრო ხშირად ვიყენებთ რევმატოლოგიური დაავადებების შესაძლებლად, რომ არ გამოგჩეს ფილტვისინთეზისული დაავადება და ზოგჯერ ვაკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას. თუ როდის რა, როგორ უკვე დეტალურად თითოეულ დაავადებებზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ რა. ეს სლაიდი არის წინა მოხსენებიდან, კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენოთ, რა ჰისტორადიოლოგიური ჯგუფები არსებობს ფილტვისინთეზისული პნევმონიის. და ეს 7 ჯგუფი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ხო, ესენი არიან იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი, არასპეციფიკური ინტერსტიციალური პნევმონია, კრიპტოგენული მაორგანიზირებელი პნევმონია, რესპირატორული ბრონქიოლიტი ინტერსტიციული ფილტვის დაავადება, დესკვამაციური ინტერსტიციული პნევმონია, მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, იგივე ჰამან-რიჩი და ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია. აქედან ამ 7-დან ნებისმიერი, თქვათ, თითქოს შეიძლება იყოს რევმატოლოგიური დაავადების დროს, მაგრამ მოდი ჩამოვყოთ, ხო? აი ეს რესპირატორული ბრონქიოლიტი და დესკვამაციური ინტერსტიციული პნევმონია, თუ გავიხსენებთ წინა მოხსენებიდან, მთლიანად მოწევასთან იყო ასოცირებული. ამიტომ ამ ორს ყველაზე ნაკლებად გამიხილავთ, ხო? ასევე საკმაოდ იშვიათი არის რევმატოლოგიური დაავადებების დროს მწვავე ინტერსტიციული პნევმონია, იგივე ჰამან-რიჩის სინდრომი, რომელიც გაურკვეველი ეტიოლოგიის არის და სწრაფად პროგრესირებადი ფილტვის დაზიანებით და ფიბროზით მიმდინარეობს, რომელსაც პროგნოზი საკმაოდ ცუდი აქვს. ყველაზე ხშირად ხდება ეს პირველი ორი, იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი და არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია. ყველაზე ხშირი მახასიათებლები არიან ეს ორი. თუმცა, ასევე შეიძლება იყოს მაორგანიზირებელი პნევმონია და ასევე შეიძლება იყოს ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია. აქვე ბარემ აღვნიშნოთ, რომ ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია დაკავშირებული არის ყველაზე ხშირად შოგრენის დაავადებასთან რა. მოდი დავიწყოთ ახლა იმ რევმატოლოგიური დაავადებების განხილვა და გახსენება, ანუ დაახლოებით რა უნდა იცოდეს რადიოლოგმა ამ დაავადებების შესახებ, ხო? ამაში დაგვეხმარება ლალი. ნუ პირველი რითაც ვიწყებთ და რაც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი არის სისტემური სკლეროზი. და ნუ დაახლოებით რომ გავიხსენოთ რა დაავადება არის ეს, კლინიკურად როგორ მიმდინარეობს და რა შეგვიძლია მოკლედ თქვა ამ დაავადებაზე ვისაუბროთ. შეიძლება ჩემი დამოკიდებულება სუბიექტურია, მაგრამ ვთვლი, რომ რევმატოლოგებისთვის და არარევმატოლოგებისთვისაც, როცა ვსაუბრობთ ფილტვის ფიბროზზე, პირველი რაც უნდა ახსენდებოდეს ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის სისტემური სკლეროზი, რომელიც არის ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ძალიან მაღალი ლეტალობა და ძირითადად მისი პათოგენეზის უმთავრესი წამყვანი მექანიზმი გახლავთ ფიბროზი, რომელიც მოიცავს კანის და შინაგანი ორგანოების ფიბროზს და ასევე ერთ-ერთი წამყვანი გამოვლინება, როგორც არის რეინოს სინდრომი, რომელიც არის გამოწვეული მიკროანგიოპათიით. თვითონ სისტემური სკლეროზი
ზედაპირული კლასიფიკაცია რომ მოვახდინოთ ამისი არის დიფუზური და ლიმიტირებული. ლიმიტირებული როცა არის შედარებით უფრო მცირე ნაწილი სხეულის, ხოლო დიფუზური, როდესაც უფრო დიდი ნაწილი არის მოცული ფიბროზით და ამას უკვე ახლავს შინაგანი ორგანოების ფიბროზიც. უმეტესად უმთავრესი გამოვლინება, როგორც თქვით, ეს არის რენოს სინდრომი და კანის მხრივაც არის განსაკუთრებულად გამოხატული ეს ფიბროზები, რომელიც იწყება დისტალური ნაწილებიდან და თანდათან ვრცელდება პროქსიმალურად კიდურებზე, სტორსზე და სახეზე. და გამოხატული არის პიგმენტური ცვლილებები და ტელეანგიოპლაზიები. სახსრების შემთხვევაში, ამ დროსაც ხვდებით ხოლმე ანთებით ართრიტებს, რომელიც დამახასიათებელია სხვა ავტოიმუნური დაავადებებისთვისაც და კუნთოვანი სისუსტე. გასტროინტესტინალური კუთვნაწლავის სისტემის მხრივაც ძალიან ფართო სპექტრის გამოვლინებები შეიძლება იყოს ამ დაავადების შემთხვევაში, მაგრამ ზედაპირულად რო ვთქვათ, ეს არის გასტროეზოფაგალური რეფლუქსი, დისფაგია, შეკრულობა და ბაქტერიული ფლორის დარღვევა, რაც სხვადასხვა გზით გამოვლინდება ხოლმე, პულმონოლოგიური, ფილტვის ინტერტიციული დაავადება და პულმონარული ჰიპერტენზია, რომელიც ორივე როგორც ლიმიტირებული, ასევე დიფუზური ფორმის დროსაც ხშირად გვხვდება და ამაზე შემდგომ ლექციებზე ვისაუბრებთ. ანუ აქვე ნახე ეს არის ორი შეუძლია ფილტვის ინტერტიციული დაავადებას გამოიწვიოს სალგეაღებული პულმონარული ჰიპერტენზია, ხო? ჰიპოქსია, თუ არის ქრონიკული ჰიპოქსია, რასაც ჩვენ ვეძახით კორპულმონალეს, მაგრამ სისტემური სკლეროზის დროს ხდება იზოლირებულად ცალ-ცალკე დაზიანება, როგორც ფილტვის ქსოვილის, ასევე წვრილი კალიბრის ფილტვის არტერიების, რომლებიც იწვევს პულმონარულ ჰიპერტენზიას. და აიოდისთან ასოცირებულს. ხო, შეიძლება არ იყოს შორტსასული ფიბროზი ფილტვის ქსოვილის, მაგრამ შეიძლება იყოს სერიოზული პულმონარული ჰიპერტენზია, რაც გამოწვეულია წვრილი კალიბრის ფილტვის არტერიების დაზიანებით. და ძალიან საინტერესოა ასევე კარდიოვასკულარული გვერდითი ეფექტი, გამოვლინებები სკლეროდერმის რა. როცა გულის MRI-ზე ვისაუბრებთ, აქაც იქ კიდევ უფრო დაწვრილებით ჩამოვთვლით ამას. სამი მექანიზმი არსებობს გულის დაზიანების სკლეროდერმის დროს რა. ერთი შეიძლება გამოიწვიოს ინტერტიციული ფიბროზი და ინტერტიციული, რომელიც წავა დიასტოლური დისფუნქციით. მეორე შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიტი და გულის კუნთის ანთება და მესამე შეიძლება გამოიწვიოს იშემია. იშემიას იწვევს წვრილი კალიბრის კორონარული არტერიების დაზიანება. შეიძლება კორონაროგრაფიაზე ნორმალური იყოს აბსოლუტურად და რეალურად პაციენტს ჰქონდეს იშემიური მიოპათია, დაბალი განდევის ფრაქცია და MRI-ზე სპეციფიური ნახულობ დიფუზურად სუბენდოკარდიულ ფიბროზს რა. MRI-ით ხდება თავიდან ბოლომდე სკლეროდერმით გამოწვეული გულის პათოლოგიების ზუსტი დიაგნოსტიკა. და ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელიც ამ დროს არის კომპრომენტირებული, ასე ვთქვათ, ეს გახლავთ თირკმელები და ყველაზე საშიში გართულება და რევმატოლოგიური ემერჯენსი, როგორც არის სკლეროდერმული თითქმის კრიზი. ადრე სანამ AGF ინჰიბიტორების გამოყენებას დაიწყებდნენ, პირველი ყველაზე ხშირი მორტალობის გამომწვევი ამ პაციენტებში გახლავთ სწორედ სკლეროდერმული თითქმის კრიზი. თუმცა ამ ეტაპზე უკვე ფილტვის ინტერტიციული ფიბროზმა და ფილტვის დაავადებამ გადაფარა ეს და ეხლა ამ ეტაპზე პირველი რიგის გამომწვევი მორტალობის გახლავთ სწორედ ეს. როგორც თქვით, არის ლიმიტირებული და დიფუზური ფორმა და ამის დიაგნოსტიკას კლინიკური გამოვლინებების გარდა ასევე ამაში გვეხმარება სხვადასხვა ანტისხეულები, როგორც არის ანტიცენტრომერული, ანტიტოპოიზომერაზა და ანტი-RNM პოლიმერაზა ანტისხეულები, რომელიც არის გვხდება დადებით პაციენტებში და აქ არის საყურადღებო ის, რომ კონკრეტული ანტისხეული არის კონკრეტულ გართულებასთან და კონკრეტულ ტიპთან ასოცირებული. ანუ რის ფაქტორებით არის მერე კონკრეტული ანტისხეული როცა გვხდება, უფრო მეტად შეგიძლია ივარაუდო, რომ რაღაც კონდის ველოდებით თირკმლის მიერ გართულებას, როგორც ფილტვის მიერ და რომელი არის მხოლოდ ლიმიტირებული გამოხატული, მაგალითად როგორც არის ანტიცენტრომერული ანტისხეული. ეხლა მინდა გადავიდე გიორგიმ დასაწყისში თქვა, რომ ამ რევმატული დაავადებების დროს არ აგვაქვს ეს კონკრეტულად როგორ ხდება ფილტვის დაავადების სკრინინგი, თუმცა ერთ-ერთი პირველი რომელიც იყო ეს არის სისტემური სკლეროზის დროს, უბრალოდ ერთადერთი ამ ეტაპზე და ხშირად ამას ვიყენებთ ხოლმე სხვა დაავადებების დროსაც და მოწოდებულია, რომ თუნდაც ახლა დიაგნოსტირებული სკლეროდერმის შემთხვევაში, როცა არ აგვაქვს კლინიკური გამოვლინებები, აუცილებლად უნდა ჩატარდეს პაციენტთან სპირომეტრია, DLCO და გულმკერდის კატე და გულმკერდის კატე არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ სკრინინგის, იმიტომ რომ შეიძლება PFT-ს რო DLCO-ზე ჯერ კიდევ
არ იყო ცვლილებები გამოხატული. ეხლა რას გვაძლევს ეს? ეს გვეხმარება, რომ განსაზღვროთ არის თუ არა უკვე გამოხატული ფილტვის ფიბროზი, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა დაავადებას და როგორ უნდა მოხდეს ამ პაციენტების მეთვალყურეობა. თუ არ არის ILD, ამის შემდეგ ყოველი 3-6 თვეში ხდება სპირომეტრიის ჩატარება 3-5 წლის განმავლობაში და შემდეგ უკვე ყოველწლიურად. თუ კატეზე გვაქვს ILD, ანუ 20%-ზე მეტი, ან 10-დან 30%-მდე არის ფილტვის ქსოვილი დაზიანებული და ამას ემატება ის, რომ სპირომეტრით FVC არის 70%-ზე დაბლა, ეს უკვე მკურნალობის ჩვენებაა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ლიმიტირებული დაავადებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ კატეზე 20%-ზე ნაკლებია ფილტვის დაზიანებული და FVC არის 70%-ზე მაღალი, აქ უნდა შეფასდეს პროგრესირების რისკი რამდენად მაღალია და ამის მიხედვით ან ვუმკურნალოთ პაციენტს, ან გაგრძელდეს follow-up. ანუ დავაჯამოთ, ანუ ეს არის ერთადერთი დაავადება, სისტემური დაავადება, როცა ვიცით, რომ თუ დიაგნოზს დავსვამთ, ეგრევე უნდა გავაკეთოთ ფილტვის კატე. ყველა ვარიანტში და მე თუ რა დაგხვდება, უკვე კლინიკური სურათის და დაზიანებების არსებობის მიხედვით, როგორც შენ თქვი, ისე გავაგრძელებთ შემდგომ დაკვირვებას რა. პროგრესირების რისკი შენი საუბრებ ალბათ. ხო, თვითონ რაც შეეხება ახლა რა დაზიანებები ხდება სისტემური სკლეროზის დროს ფილტვში, ხო? ნუ რისკ ფაქტორები ჯერ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ანტი SCL70 ანტისხეულები ითვლება, რომ არის ფილტვის დაზიანების რისკ ფაქტორი, ასევე მამრობითი სქესი, აფროამერიკული ეთნიკურობა, ადრეულ ასაკში დაავადების გამოვლინება თუ გული არის ჩართული და მაღალი კრეატინოფოსფოკინაზის დონე, ასევე ჰიპოთიროიზი. ანუ ეს არის ის დაზიანებები, რომლის დროსაც მაღალი ალბათობა რომ ფილტვიც იყოს დაზიანებული და ყველაზე ხშირი პათერნი არის არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია, ანუ non-specific interstitial pneumonia. და აქვე ხედავთ ახლა სურათებს გავიხსენოთ კიდე ერთხელ არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონიის ნიშნები რა არის. ნუ პირველი ეს არის დაბურული მინის სურათი, მეორე ეს არის ტრაქციული ბრონქიექტაზიები და ასევე შეიძლება და ასევე ახასიათებს ამას სუბპლევრალური, თქვათ, და ასევე ახასიათებს ამას რეტიკულიზაცია, ანუ გასქელებული, დაფიბროზებული და გასქელებული ინტერლობულარული წკიდეები. ასევე შესაძლებელია, რომ ეს დაავადება უფრო გვიან სტადიაზე შეიძლება დაზიანება იყოს ისეთი ტიპის, რომ უკვე დავარქვათ ამას იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია და ჰისტოპათოლოგიური სურათი გქონდეს იუჟუალ, ანუ ჩვეული ინტერსტიციული პნევმონიის. დაახლოებით 10-20%-ში არის ეს იდიოპათიური ინტერსტიციული ფიბროზი, იგივე ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია და დანარჩენ 80%-ში ჩვენ გვხვდება არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია. აი კიდე რას უნდა დავაკვირდეთ თქვენი აზრით? აი ამ სურათებზე არის გარკვეული ცვლილება და როცა გულმკერდის კატეს ვიღებთ, აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც დაგვეხმარება ჩვენ სკლეროდერმაში. საყლაპავი, კი. აი აქ მეორე სურათში ხედავთ, როგორ დილატირებულია საყლაპავი. ლალი მახსენა, რომ საყლაპავის დაზიანებაც ხდება. დაახლოებით 90%-ში სისტემური სკლეროზის ხდება გასტროინტესტინალური ტრაქტის დაზიანება. იწვევს გლუვი კუნთის ფიბროზს, შესაბამისად პერისტალტიკა არის დაქვეითებული და ასევე ახასიათებს გასტროეზოფაგული რეფლუქსი. შეიძლება მივიდეს იქამდე, რომ ბარეთის ეზოფაგუსის მივიღოთ და გაზრდილი არის ამ დროს რისკი საყლაპავის დისტალური მესამედის სიმსივნეების. ამიტომ აღწერილობაში თუ დავინახეთ, რომ რა ვიცით, რომ პაციენტს სკლეროდერმა აქვს, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება საყლაპავს როგორ გამოიყურება და აღწერილობაში დავწეროთ, რომ ის არის დილატირებული. ნუ მკურნალობა რა არის რა, ნუ მოფენტილი, რომელიც არის პირველი რიგის მედიკამენტი, ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს ციკლოფოსფამიდი, თუმცა ნაკლები ტოქსიურობის გამო ამ ეტაპზე უფრო მეტად პრიორიტეტს ვანიჭებთ მიკოფენოლმოპეტილს და ნინტედანიბი, რომელიც არის ანტიმაფიბროზირებელი მედიკამენტი, ეს არის მეორე რიგი და შეიძლება კომბინაციაში გამოვიყენოთ იმუნოსუპრესიასთან ერთად, თუმცა ამ ეტაპზე ყველა თან ხდება ჯერჯერობით, რომ მთავარი წამყვანი არის იმუნოსუპრესია და არა ფიბროზის დამრგუნველი მკურნალობა, ესე რომ
კაი, შემდეგი დაავადება, რაზეც ახლა ისე ლალი გააგრძელებს, ეს არის რევმატოიდული ართრიტი. რომელიც არის ქრონიკული ავტოიმუნური სისტემური დაავადება, რომელიც უპირატესად ხასიათდება ანთებითი ართრიტებით, რომელიც მოიცავს წვრილი კალიბრის სახსრებს. მას ახასიათებს სიმეტრიულობა, დილის შებოჭილობა და რითი განსხვავდება რევმატოიდული ართრიტი დანარჩენი რევმატოლოგიური დაავადებებისგან? იმით, რომ რაც უფრო მეტად არის სახსროვანი დაავადება გამკურნალები, მეტად ნაკლებია ექსტრაარტიკულარული გამოვლინებების შანსი და თუნდაც ფილტვის დაავადების განვითარების რისკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების სახელი გვეუბნება, რომ ეს არის ართრიტი, მას აქვს ძალიან ბევრი ექსტრაარტიკულარული გამოვლინება. ყველაზე ხშირად ჩართული ორგანო ეს გახლავთ კანი, რომლის დროსაც არის გამოხატული რევმატოიდული ნოდულები, რომელიც სახელმძღვანელოებიდან ყველას გვახსოვს, ამაზე არ ვისაუბრებ. სისხლის მხრივ ანემია, რომელიც ქრონიკულ დაავადებასთან არის ასოცირებული, თვალის მხრივაც გვაქვს აი სიმშრალე, სიკა სინდრომი, ან შეიძლება იყოს სკლერიტების ასოცირებული ფილტვები და გულმკერდის ორგანოები, რომელიც აი თქვა პლევრიტები, პლევრალური ეფუზია, ფიბროზიც და რომელი ტიპი არის კონკრეტულად ხშირად ასოცირებული, ამაზე გიორგი ისაუბრებს. ნევროლოგიური გამოვლინებები, როგორც არის პოლინეიროპათია და გულის მხრივ, როგორც ყველა ავტოიმუნური დაავადების დროსაც, ამ დროსაც ძალიან მაღალი არის ათეროსკლეროზისა და კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკი და ამის შემდეგ ყველაზე ხშირი გამომწვევი სიკვდილობის ამ პაციენტებში გახლავთ ფილტვები და პულმონოლოგიური გართულებები. ხო, გულზე დავამატებ, მას სკლეროდერმაზე ვთქვით, რომ ახასიათებს ინტერსტიციული ფიბროზი, კიდე ერთხელ ვთქვათ, ინტერსტიციული ფიბროზი, იშემია და იშემიური მიოპათია და მიოკარდიტები. ამ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა განსაკუთრებით რევმატოიდული ართრიტის დროს, რომ გაზრდილი არის ათეროსკლეროზის რისკი და შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი მივიღოთ და ასეთი გართულება გქონდეს ეს ერთი და ასევე საკმაოდ საყურადღებო არის ავტოიმუნური კარდიტები, რომელიც სასწრაფო ჩარევას და იმუნოსუპრესიას საჭიროებს. ძალიან იშვიათ кейსი თუ გავიხსენებთ, ბობტიში გაგაწყვეტინე არის, რომ შეიძლება ეს რევმატოიდული კვანძები, როგორც კანქვეშ გვხვდება, ანალოგიურად აგროვდეს იშვიათ кейსი გულის ყუნჩი და ასევე თვითონ პერიკარდის ინფილტრაციაც მოახდინოს. ხო, პერიკარდიტები შეიძლება ახასიათებს ხოლმე რა. რაც შეეხება ფილტვის დაზიანებას, ხო, განსხვავებით სისტემური სკლეროზისგან, აქ გაცილებით უფრო ხშირი არის, აქაც ძირითადად ორი დაზიანების ტიპი გვაქვს, ეს არის ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია, იგივე იდიოპათიური ინტერსტიციული პნევმონია და არასპეციფიური ინტერსტიციული პნევმონია, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ის რევმატოლოგიური დაავადება სხვებისგან განსხვავებით, სადაც უფრო ხშირი არის ჩვეული ინტერსტიციული პნევმონია. დაახლოებით 60-70%-ში რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში თუ გვაქვს ფილტვის დაზიანება, 60-70%-ში აქედან აქვს იდიოპათიური პულმონარული ფიბროზი. ზოგადად თუ ფილტვი არის დაზიანებული, ხო, ეს სამჯერ უფრო მეტად ზრდის სიკვდილიანობას რევმატოიდული ართრიტის დაავადებულ პაციენტებში, ვიდრე ფილტვი არ ქონდეს დაზიანებული რა. და ასევე საკმაოდ საყურადღებო არის, გარდა ინტერსტიციული ფიბროზისა, იწვევს ჰაერგამტარი გზების დაზიანებას და შეიძლება გამოვლენილი იყოს ბრონქიტებით, ბრონქიოექტაზიებით და ბრონქიოლიტებით რა. და კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, აქ რევმატოიდული ართრიტს ახასიათებს კრიკოარიტენოიდული ხრტილის ართრიტი, რაც ასევე შეიძლება რადიოლოგიურად ჩვენ დავიჭიროთ და შევაფასოთ, დაახლოებით 80-90%-ში ეს კლინიკურად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ შეიძლება საკმაოდ იშვიათად 10%-ში ძალიან მნიშვნელოვანი კლინიკური გამოვლინება გქონდეს და მწვავე ჰაერის უკმარისობა გამოიწვიოს, რომელიც სასწრაფო ჩარევას ჭირდებოდეს და სრული ბლოკადა განაპირობოს ტრაქეის. ამიტომ თუ ვიცით, რომ პაციენტს აქვს რევმატოიდული ართრიტი და გადაღებული გვაქვს გულმკერდის კატე, სასურველია რომ ყურადღება მივაქციოთ კრიკოარიტენოიდ სახსარსაც და ისიც აღწეროთ. რომ დაახლოებით ვიცოდეთ, რომ ამ პაციენტებს რა რისკი აქვთ შემდგომი გართულების და გეგმიური ოპერაციების დროს, როცა ინტუბაცია ჭირდება, ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია და ფიბროსკოპიით უნდა მოხდეს ინტუბირება ასეთი პაციენტების, რომ ანუ გართულებები ავიცილოთ თავიდან. კი ბატონო. ხო, აქვე რევმატოლოგიური დაავადებების განხილვის შუაში აქვე მინდა რომ
განვიხილოთ რევმატოიდული დაავადებების მკურნალობის დროს რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ფილტვებში რა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ რევმატოლოგები აგზავნიან ჩვენთან რადიოლოგებთან პაციენტებს და კითხვა აქვთ შემდეგი. ეს არის პირველადი დაავადების გართულება, ის სიმპტომები, რომელიც მას აქვს, თუ მკურნალობის გართულება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ მკურნალობის ის წამლები, რომლებიც იწვევენ პულმონარულ გართულებებს და რა ტიპის დაზიანება შეიძლება ამ დროს იყოს. ყველაზე ხშირი და კლასიკური ამ შემთხვევაში, რომელიც ხშირად ხდება, ეს არის მეთოტრექსატ პნევმონიტი. განსხვავებით, თქვა თვითონ რევმატოლოგიური დაავადებების ფილტვის მიერ გამოვლინებებისა, ხო, აქ ხდება მხოლოდ ground glass. დიფუზური ინტერსტიციული პნევმონია არის, აი ხედავთ, ეს არის სურათი. აქ ხედავთ ჩვენ არა პრედომინანტურად არ ხდება სუბპლევრალური დაზიანებები, მეტად უფრო ცენტრალურად ხდება დაბურული შუშის სურათი, ტიპის ინფილტრაციები რა. და ესეთი დაზიანება თუ არის, უფრო მეტად შეგვიძლია გადავიხაროთ მკურნალობის გართულებაზე და არა პირველადი დაავადების პროგრესირებაზე. და კიდევ ერთი მინდა აუცილებლად ვახსენოთ, რომ მეთოტრექსატს ახასიათებს ლიმფოპროლიფერაციული დაავადებაც და შეიძლება ეს იყოს გამოვლენილი ინტრაპულმონარული კვანძებით. აი ხედავთ ლიმფოპროლიფერაციულ დაავადებას, რომელიც მეთოტრექსატმა განაპირობა. ხო, შემდეგი რაზეც ვარაფერს დავამატებდი. არა, იმაზე მეგონი ვისაუბროთ, რომ ძირითადად მეთოტრექსატი მკურნალობის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში ვითარდება, ან როცა დოზას ვამატებთ იქიდან. ან შეიძლება ახალი არ იყოს პაციენტისთვის ეს მედიკამენტი და დოზის მატების შემდეგაც გამოიხატოს პნევმონიტი. კი ბატონო. ახლა კიდევ ერთ აუტოიმუნურ დაავადებაზე მინდა ვისაუბრო და გავიხსენოთ, ეს არის აუტოიმუნური მიოზიტები და ანუ თუ ვინ არიან ეს დაავადებები და როგორ ხდება მათი დაჯგუფება, ლალი გაგვახსენებს და მოგვიყვება. კი ბატონო, თავდაპირველად მოკლედ აუტოიმუნური მიოზიტები აერთიანებდა მხოლოდ დერმატომიოზიტებს და პოლიმიოზიტებს. ეხლა თანდათან უკვე გაფართოვდა ამის კლასიფიკაცია და ამას დაემატა inclusion body myositis, ნეკროზული აუტოიმუნური მიოპათია და ანტიტინის სინთეზური სინდრომი. ცალ-ცალკე მინდა განვიხილო ყველა მათგანი. დერმატომიოზიტი, რომელიც ყველასთვის ცნობილი დაავადება, კუნთების სისუსტეებთან ერთად ახასიათებს კანზე გამონაყარი, როგორც არის განსაკუთრებით ქუთუთოებზე, სახეზე, სახსრების ზედაპირებზე და გულმკერდზე და ყველა ამ თავის ნიშას, თავისი პათოგნომურ ნიშას, თავისი სახელიც აქვს და ლიტერატურაში ესე ხვდებით ხოლმე. პოლიმიოზიტი, რომელსაც ახასიათებს უმეტესად სიმეტრიულად პროქსიმალური დაზიანებას კუნთების და ხან CK-ის მატებაც არის ხოლმე გამოხატული, თუმცა არც იმდენად როგორც ეს ხდება ხოლმე ნეკროზული აუტოიმუნური მიოპათიების შემთხვევაში. ნეკროზული აუტოიმუნური მიოპათიებიდან საყურადღებო არის ანტი-HMZ კოენზიმა რედუქტაზა, რომელიც აი სტატინის მოხმარებასთანაც არის ასოცირებული და მას ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მიოლიზი, ანუ ეს კუნთების დაშლა და CK-ის ძალიან მაღალი მატება და როცა თქვათ მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ არ უმჯობესდება მდგომარეობა, ამ დროს ექიმმა ეჭვი უნდა მიიტანოს ამაზე და შესაბამისი ანტისხეულები უნდა იქნეს შემოწმებული. ინკლუზიური სხეულის მიოზიტი, რომელიც განსხვავდება ყველა სხვა ტიპის მიოზიტებისგან იმით, რომ მას ახასიათებს უმეტესად დისტალური კუნთების დაზიანება და ძალიან ცუდად პასუხობს იმუნოსუპრესიულ მკურნალობას და საკმაოდ ცუდი პროგნოზი აქვს ამ დაავადებას და ანტისინთეზაზა სინდრომი, ადრე ცნობილი როგორც ანტიჯოერთის სინდრომი და ამის შემდეგ აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა ანტისხეული, რომელიც არის ამ სინდრომთან კავშირში და უკვე მოიხსენიება როგორც ანტისინთეზაზა სინდრომს და ეს არის ყველაზე ხშირი, რომელსაც ახასიათებს ხოლმე ფილტვის ჩართულობა. და სხვა დანარჩენი მიოზიტებისგან განსხვავებით, ანტისინთეზაზური სინდრომის დროს საყურადღებო არის ის, რომ შეიძლება ფილტვის ფიბროზი წლებით ადრე, თუნდაც 10 წლით ადრე უსწრებდეს კუნთოვან სისუსტეს. არის მოკლედ გარდა ანტისინთეზაზა სინდრომის ასევე დერმატომიოზიტის მქონე პაციენტებსაც აქვთ მაღალი რისკი იმის, რომ განუვითარდებათ ფილტვის ინტერსტიციული დაავადება, მათ შორის MDA5 დადებითი დერმატომიოზიტი, რომელსაც ეწოდება ამიოპათიური ფორმა და ამ დროს მხოლოდ კანის გამონაყარია გამოხატული და პლუს დამატებით ეს ფილტვის ფიბროზი და ამ დროსაც ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან ეს პაციენტები
ფილტვის დაზიანების განვითარების. და ფილტვები ძირითადად ზიანდება, პატერნი არის ყველაზე ხშირი non-specific interstitial pneumonia, იგივე არასპეციფიური interstitial pneumonia და შემდეგ მოდიან ჩვეული interstitial pneumonia და იშვიათად შეიძლება შეხვდეს კრიპტოგენულ მაორგანიზირებელი პნევმონია. ან თავარი რაც უნდა ვიცოდეთ ისევ, რომ აუტოიმუნური მიოზიტების დროს ფილტვის დაზიანება არის საკმაოდ ხშირი და შეიძლება შეგვხვდეს. და ის პატერნები, რაც ასევე ახასიათებს რა ამ დაავადებას. და კატეს როლი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, კატეს შესაბამისად ჩვეულებრივად, როგორც სხვა დაავადებების დროს ვაკეთებთ ხოლმე სპირომეტრიას, გულმკერდის რენტგენს და თუ იქ არის გარკვეული ცვლილებები, ოღონდ აუცილებელი აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ და ვიცოდეთ, რომ სპირომეტრია, როცა რევმატოლოგიური დაავადებების დროს კეთდება სპირომეტრია, აუცილებლად უნდა გაკეთდეს DLCO. ანუ უნდა ვნახოთ რამდენად გაადვილებული არის ჟანგბადის გადასვლა დიფუზიით ალვეოლიდან კაპილარებში. რასაც DLCO-ი რაზეც ინფორმაციას გვაძლევს DLCO. შემდეგი რაზეც გვინდა ვისაუბროთ, ეს არის ფილტვის ვასკულიტი. ვასკულიტები ზოგადად ეს არის სისტემური ავტოიმუნური დაავადება, რომელიც უპირატესად მიმდინარეობს სისხლის კედლის ანთებითი მდგომარეობებით და ისინი კლასიფიცირდებიან დაზიანებული სისხლის კალიბრის ზომის მიხედვით. თუმცა ფილტვის მხრივ გამოვლინებებს ყველაზე ხშირად გვაძლევს მცირე ზომის სისხლების ვასკულიტი, რომელიც მოიცავს მიკროსკოპულ ანგიიტს, გრანულომატოზური პოლიანგიიტი, ჩვენთვის ადრე ცნობილი როგორც ვეგენერის გრანულომატოზი და ეოზინოფილური გრანულომატოზური პოლიანგიიტი, რომელიც ჩვენთვის ცნობილი იყო როგორც ჩარლს-სტროსის სინდრომი. და უმეტესად ეოზინოფილიით მიმდინარეობდა ხოლმე. ამ დაავადებებს არ ახასიათებთ მხოლოდ ფილტვის მიერი გამოვლინებები და მას ახასიათებს სწრაფად მოპროგრესირე გლომერულონეფრიტი და სხვადასხვა გამოვლინებები კანზე განვითარებული გამონაყარი, თუნდაც ართრიტი, მხედველობის მხრივ განვითარებული გართულებები. ჩარლს-სტროსის შემთხვევაში გამოვყოფთ, რომ ამ პაციენტებს წლებით ადრე, სანამ ეს დიაგნოზი დაისმება, აქვთ ხოლმე გამოხატული ასთმა და ეოზინოფილია სისხლში. და ეხლა გადავიდეთ თქვათ იმ დაზიანებებზე. ხო, ანუ კიდე ერთხელ კარგად რო დავალაგოთ ჩვენთვის, ხო, არსებობს large vasculitis, large vessel vasculitis, medium vessel vasculitis და small vessel vasculitis. Small vessel vasculitis არის ის, სადაც არის ანკა დადებითი. ანკა პოზიტიური ვასკულიტები რა. ყველაზე მეტად small vessel vasculitis ახასიათებს ფილტვის მიერი გამოვლინება. თუმცა large vessel vasculitis დროსაც შეიძლება გვხვდებოდეს. აი მაგალითად, ხო, ტაკაიასუ ვიცით, რომ აზიანებს მსხვილ არტერიებს, როგორც არის აორტა და მისგან გამომავალი განსაკუთრებით აორტის რკალიდან გამომავალი სიძაღები, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ასევე ფილტვის არტერიების დაზიანებაც. და კიდე უნდა ვიცოდეთ, რომ ბეღჩეცაც ახასიათებს, ხო, ფილტვის არტერიების დაზიანება და განსაკუთრებით ისე აზიანებს, რომ იწვევს ფილტვის არტერიის ანევრიზმებს რა. მაგრამ აი ეს ინფორმაციის სახით რა უნდა ვიცოდეთ large cell vasculitis და ფილტვის პულმონარული სიძაღების დაზიანებაზე და ანკა პოზიტიური ვასკულიტი, როგორც ლალი თქვა, არის 3 და ამ 3 ანკა პოზიტიურ ვასკულიტს ახასიათებს სპეციფიური დაზიანებები ფილტვებში. და მივყვეთ ცალ-ცალკე, ხო? ნუ პირველი ეს არის მიკროსკოპული პოლიანგიიტი. მიკროსკოპული პოლიანგიიტი, რომელიც დროსაც ზიანდება ყველაზე ხშირად თირკმელები და ფილტვები, ხო? ფილტვში რა დაზიანებებს ხედავთ ახლა? ძირითადად იწყება თავიდან ცენტრილობულარული კვანძოვანებით და ცენტრილობულარული. რატო ცენტრილობულარული? იმიტომ რომ ვიცით, რომ ფილტვის არტერიები არიან ლობულის ცენტრში, ხო? ხდება ცენტრილობულარული კვანძოვანება, ცენტრილობულარული დაბურული შუშის სურათი, რომელიც ნელ-ნელა დინამიკაში ფართოვდება და შეიძლება გაცილებით უფრო დიდი ზომის ინფილტრაციები გამოიწვიოს რა. აი ხედავთ აქ მიკროსკოპული პოლიანგიიტის კატეს სურათებს, ხო? სხვადასხვა ეს არის ქრონოლოგიურად ერთი პაციენტი არის დროთა განმავლობაში, როგორ ხდება ამ პაციენტთან დაზიანებების მატება დინამიკაში.
აი ხედავ, ტიპიური დაბურული შუშის ლაქოვანი დაზიანებები, ეს რაღაც ერთიანი ინფილტრაცია არ არის ხოლმე, ხო? აი მაგალითად მეთოდრექსატით გამოწვეული პნევმონიტი ნახეთ, იქ დიფუზურად იყო, ხო? აქ არა, სიზაღვის ირგვლივ შეიძლება მარტო ერთი ცალი დაზიანება ვნახოთ და მეტი არაფერი არ ქონდეს პაციენტს ამ შემთხვევაში რა. მეორე, რომელიც უნდა ვიცოდეთ, მეორე დაავადება ეს არის გრანულომატოზური პოლიანგიიტი. ადრე ეძახდნენ ვეგენერის გრანულომატოზს, ახლა ქვია გრანულომატოზური პოლიანგიიტი, რომელიც ასევე არის ანკაპოზიტიური ვასკულიტი და განსხვავებით თქვათ სხვა ორი ვასკულიტისგან აქ ხდება კავიტაცია. ესეც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. ეს არის ის ტიპის დაზიანება, სადაც ჩვენ ხდება კავიტაცია რა. ანუ გრანულომატოზი პოლიანგიიტი არის ისეთი ვასკულიტი, რომელიც იწვევს კავიტაციას. ასევე შეიძლება გქონდეს ჰალოს ნიშანი რა, იმიტომ რომ აზიანებს თვითონ სიზაღვის კედერსაც და შეიძლება მოხდეს სისხლის ექსტრავაზაცია. მიკროსკოპ პოლიანგიიტზე კიდევ დამავიწყდა, რომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იწვევს დიფუზურ ალვეოლარულ სისჩაქცევასაც რა. და შეიძლება ჰემორაგიისთვის დამახასიათებელი სურათი გვხვდებოდეს მიკროსკოპული პოლიანგიიტის დროს და რაც შეეხება გრანულომატოზურ პოლიანგიიტს, ამას ახასიათებს ჰალოს ნიშანი. ჰალოს ნიშანი აბა თუ გახსოვთ კიდე სად იყო? არა. ჰალოს ნიშანი, ანუ რა იყო ისეთი ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევდა სიძაღვების დაზიანებას და პულმონარული ჰემორაგიის მაღალ რისკით ხასიათდებოდა. ინვაზიური ასპერგილოზი. ხო. ინვაზიური ასპერგილოზი. რივეს ჰალოსაინი იყო იმის დროს, რა ქვია, კრიპტოგენულმა ორგანიზირებელი პნევმონიის დროს. რივერს ჰალოსაინზე კიდევ ვისაუბროთ, მე მგონი დღეს რა. ხო, აქაც თირკმელების დაზიანება არის საკმაოდ ხშირი, მაგრამ ასევე ახასიათებს სინუსიტები, ყურის და ცხვირის ყრუების დაზიანება რა. და შემდეგი არის ჩაკ-სტრაუსის სინდრომი. ადრე ეძახდნენ ჩაკ-სტრაუსს და ახლა ქვია ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით. ესეც თითქმის 100%-ში ამ პაციენტების აქვთ ასთმა, თავდაპირველი გამოვლინება არის ასთმა და შემდგომ უკვე გვხვდება პულმონოლოგიური და ნეფროლოგიური გართულებები. და ფაზებად არის ხო ამ დაავადების პროგრესირება დაყოფილი, თავიდან არის პროდრომული ფაზა, რომელიც იწყება თქვა ასთმური მოვლენებით, ალერგიული რინიტით და ცხვირიდან გამონაჟონით ახასიათებს ცხვირის პოლიპები, მერე არის ეოზინოფილური ფაზა, რომელიც ხასიათდება სისხლში და ქსოვილებში ეოზინოფილების მაღალი დონით და ბოლოს არის უკვე ვასკულიტური ფაზა, როცა ზიანდება ფილტვები და თირკმელები. რადგან ეს დაავადებები, ანუ ძირითადად მცირე კალიბრის სისხლებს აზიანებს და შეიძლება კლინიკურად ერთმანეთს გავლენ, ძირითადად სადიფერენციაციოდ თუ ბიოპსიის გარდა ამ ეტაპზე გვეხმარება ხოლმე ეს ციტოპლაზმური ანტისხეულები, როგორც არის პ-ანკა და C-ანკა. ამის დიფერენციაციის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი არ არის ამ ანტისხეულების სენსიტიურობა და სპეციფიკურობა, მაინც გვეხმარება სხვადასხვა დიაგნოზები. ანუ ამათი დიაგნოზის დასმა ხდება უფრო კლინიკურად, ვიდრე ლაბორატორიულად, ხო? უფრო ბიოპსია არის მაინც confirmation დიაგნოზისთვის კი. სამჯნე ორგანოების ბიოპსია, რომელიც დაზიანებულია და რომის კლინიკური სურათი ანუ აქ ის არის საყურადღებო კიდე რომ სპამივე შემთხვევაში მაინც არის გადაუდებელი და ანუ საკმაოდ ისეთი იმუნოსუპრესია, პულსის თერაპია და ძირითადად არ განსხვავდება ხოლმე რომელ იმუნოსუპრესიულ აგენტს ავირჩევთ ამ დროს. განსხვავება არ არის. ამიტომ უბრალოდ თავარი არის რომ თქვა სხვა ინფექციური დაავადებებისგან მოხდეს მათი დიფერენცირება და ჩარევა დროულად. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს იმუნოსუპრესია. და ბოლოს მინდა ვისაუბრო სარკოიდოზზე. სარკოიდოზის მართავენ რევმატოლოგებიც და პულმონოლოგებიც. მაინც ითვლება რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება, საკმაოდ ხშირი არის და რადიოლოგიაში ვისაც აქვს გამოცდილება, არ არსებობს რომ ამ დაავადებასთან შეხება არ კონდეს რა. ძირითადი მახასიათებელი არის ლიმფადენოპათია, ანუ გადიდებული ლიმფური კვანძები.
და ანუ კლასიკურად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სარკოიდოზზე, ვსაუბრობთ, რომ ყველაზე ხშირად ახასიათებს შუა საყრეს ლიმფოდენოპათია და განსაკუთრებით ბილატერალური ჰილარული ლიმფადენოპათია. ხო? აქვს თავისი სტადიები. 0 სტადიად ითვლება, როცა დაზიანება საერთოდ არ არის. პირველი სტადია, როცა არის ლიმფადენოპათია. მეორე სტადია არის, როცა არის ლიმფადენოპათია და პულმონარული ინფილტრაციები. მესამე სტადიას ვაკეთებთ, როცა მარტო პულმონარული ინფილტრაციები არის და ლიმფადენოპათია არ გვხდება და მეოთხე სტადიას ვაკეთებთ, როცა უკვე გვხდება ფილტვის ფიბროზი, ხო? ნუ შუა საყრეს ლიმფადენოპათია გასაგებია და როცა ანუ კლასიკური, აი ეს არის კლასიკური სარკოიდოზი, როცა არის ბილატერალურად ჰილარული ლიმფური კვანძები გადიდებული. ახლა რაც შეეხება პულმონარულ დაზიანებას, ხო? რა არის ის დაზიანება, რომელიც არის ძალიან ტიპიური სარკოიდოზისთვის? ეს არის პარასეპტალური კვანძოვანება. მოგეხსენებათ, რომ ინტერლობულარულ ძგიდეებში გადის ძირითადად ლიმფური სადინრები და რადგანაც ეს არის ლიმფური კვანძების და ლიმფური სადინრების დაავადება, ძირითადად ხდება პარასეპტალურად ლიმფური თვითონ პარასეპტალური გასქელება როგორც ინტერლობულარული ძგიდეების, ასევე შეიძლება წილთაშუა ძგიდესთანაც ვნახოთ ჩვენ გამოხატული კვანძოვანება, როგორც მაგალითად აქ არის, ხო? ეს ჯერჯერობით ვსაუბრობთ კლასიკურ სურათზე. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, როგორც კლასიფიკაციაში ჩვენ ვახსენეთ, როცა არის მეოთხე სტადია, შეიძლება შეგვხვდეს ფიბროზული ქსოვილიც. აი მაგალითად აქ უკვე ჩანს ფილტვის ფიბროზი. და მსგავსი დაზიანებები. და ასევე უნდა ვისაუბროთ ჩვენ თუ რა გართულებები შეიძლება შეგვხვდეს და როგორ შეიძლება დაპროგრესირდეს ფილტვის სარკოიდოზი და რამოდენიმე кейსი გვაქვს აქ განხილული, ხო? შეიძლება დაპროგრესირდეს ისე როგორც ტიპიური ინტერსტიციული პნევმონია და წავიდეს როგორც UIP-ის პათერნი. შეიძლება გამოიწვიოს ხრუები, ფიბროზულმა ქსოვილმა, როცა უკვე მეოთხე სტადია და ფიბროზული ჭიმებია, შეიძლება უკვე დავინახოთ ცისტური გადაგვარება ფილტვის ქსოვილის, ამ ფიბროზული ქსოვილის გამო. შემდგომ ამ ხრუებში შეიძლება ჩვენ ვნახოთ უკვე ასპერგილოზი და ასპერგილომა. აი მაგალითად ეს არის პაციენტი, რომელსაც აქვს ასპერგილომა, რომელიც გაჩნდა უკვე ხრუში. ან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის რღვევა საერთოდ და პნემოთორაქსი, ხო? ასევე შეიძლება ვნახოთ ჩვენ ფილტში მასიური, ასე ვთქვათ, ინტრაპულმონარული მასები, რომელიც ძალიან გავს ონკოლოგიას და რთული იყოს გარჩევა, მაგრამ კარგად თუ დავაკვირდებით, ხო, ეს მასები შედგება ბევრი ერთმანეთთან მჭიდროდ არსებული მიკრონოდულებით რა. აი როგორც ამ პაციენტს აქვს. ნახეთ, რაც დამახასიათებელი არის ეს კვანძოვანება, დამახასიათებელი არის სარკოიდოზისთვის რა. და ასევე ტიპიური ლოკალიზაცია არ არის ზემოწილში. ისთვის. ასპერგილოზისთვის. არა, ეს ტიპი ასპერგილომა ჩნდება ნებისმიერ ადგილას, სადაც არის ღრუ. და ანუ მოგეხსენეთ თუ არის პაციენტი მით უმეტეს იმუნოსუპრესირებული, კიდევ უფრო დიდი ალბათობა და აი ეს პაციენტები, რომლებიც პერიოდულად მკურნალობა არის სტეროიდი, ხო და პერიოდულად იმუნოსუპრესირებულები არიან და აგრესიულად მიდის ფილტვის დაზიანება, მაგ შემთხვევაში ჩნდება ეს ღრუები და ამ ღრუებში ჩნდება ასპერგილომები და მე კიდე ცალკე აღებული არის უკვე ამათგან ამით ინდუცირებული სისხლდენები. ნუ ასევე შეიძლება ატიპიური გამოვლინებაც ჰქონდეს და ტიპიურად კვანძოვანებით კი არა, შეიძლება სარკოიდოზი გამოვლინდეს ჩვეულებრივი ფილტვის ინტერსტიციული ანთებით და დაბურული შუშის სურათით. არც ეგ არ არის გამორიცხული რა. ნუ სარკოიდოზზე კიდე რა შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის არ არის მარტო ვთქვათ გუნკერდის დაავადება და ნებისმიერ ორგანოში შეიძლება ვნახოთ, ხო? ნუ კარდიალური დაზიანებები საკმაოდ ხშირი არის, ვიცი, შეიძლება დაზიანდეს თვალის, თავის ტვინის, გასტროინტესტინალური ტრაქტიც და ყველგან ჩვენ შეიძლება გვქონდეს სარკოიდოზის გამოვლინება რა. და ეს გრანულომები, რომელიც არის ნუ არაკაზეოზური, ხო მორფოლოგიურად ხდება ამათ დიაგნოსტიკა და არის არაკაზეოზული გრანულომები,
და მთავარი სადიაგნოსტიკო მეთოდი მოგეხსენებათ არის ტრანსბრონქიალური ბიოფსიები, რადგანაც ახასიათებს ჰილარული ლიმფადენოპათია, მიწვდენა ადვილი არის ამ ლიმფურ კვანძებზე ტრანსბრონქიალურად და როგორც წესი უკეთდებათ ბრონხოსკოპიები და ტრანსბრონქიალური ბიოფსიები. აქაც ჰისტოლოგიით ხდება ძირითადად დიაგნოზის დასმა, ხო? თუმცა კიდე რა გვაქვს ხო კიდე სხვა ნიშნები? კი, ანუ თვითონ რაც შეეხება ამ გრანულომებს, რომელიც არის აქტიური და თავის მხრივ გამოყოფს აქტიურ D-ვიტამინის ფორმას და ამით არის გამოწვეული და ახსნილი ის, რომ ამ პაციენტებში ძალიან ხშირად ხდება ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია, რაც მე შესაძლოა სხვა მეტაბოლურ ცვლილებებს იწვევს ხოლმე. გარდა ფილტვის დაზიანებისა, შეიძლება კანის ფორმები შეგვხვდეს ცალკე, რომელიც ძალიან გავს ხოლმე ლუპუსს და აი ლუპუს პერნიოდს ქვია ხოლმე ამას, ასევე ართრიტების ხდება და სხვადასხვა ქვეტიპებიც არის ხოლმე, როცა არის მაგალითად ან მაგალითად ტრიადა არის სპეციალური დამახასიათებელი, ჰილარული ლიმფადენოპათია, ართრიტი და კონიუნქტივიტი, ამას კიდე ცალკე თავისი ფორმა აქვს და თავისი სახელი ჰქვია. თუმცა ანუ ქვაკუთხედი ამ დაავადების კურნალობის გახლავს სტეროიდი და ძირითადად კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს ხოლმე ამ დაავადებას და არ სჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა მთელი ცხოვრების მერე, თუ არ არის ღრმაწასული ფიბროზი ფილტვის კატეზე და თქვა საწყის ეტაპებზე შეიძლება ლიმიტირებადი, self-limitირებადიც იყოს ეს დაავადება და თვითონვე ალაგდეს ის ჰილარული ლიმფადენოპათია და რეგრესი განიცადოს ამან. საკმაოდ კარგი პროგნოზი აქვს მოკლედ თვითონ ამ დაავადებას, თუ ფილტვის ქსოვილი არ არის ფართოდ ჩართული დაზიანებული. კარგი ბატონო, დიდი მადლობა. შემდეგში ვისაუბრებთ უკვე პულმონარულ ჰიპერტენზიაზე და მათ სხვადასხვა მიზეზებზე.